ის რაზეც არავის ამსმენია საუბარი, არის ის, რომ ანთებუმის სახსარი არის სახსარი, რომელიც ზედმეტად მუშაობს. და მას ძალიან მარტივი რამ სჭირდება. ზურგის ტკივილი, როცა იწევ ან ტრიალებ. არაფერ კავშირში არ არის დისკის თიაქართან და მით უმეტეს ასაკთან. ამ ვიდეოში მე გაჩვენებ, როგორ შეამოწმო შენი ზურგის სახსრები და გასწავლი ორ ვარჯიშს, რომლებიც მაშინვე შეგიმსუბუქებს ამ მდგომარეობას. და რაც მთავარია, ნახავ, რომ ახალგაზრდა ყოფნა საჭირო არ არის. გამხდარი იყო ან დიდი მოქნილობა გქონდეს, რომ ეს ვარჯიშები გააკეთო და ზურგს კარგი მოძრაობა გქონდეს. მე ის არ მომესმა, რაც მომესმა, ხო? ეს ტკივილი ჩდება მაშინ, როცა ვცდილობთ დავხუროთ ანთებული, დაზიანებული სახსარი და ხერხემლის სახსრები უკანა მხარეს მდებარეობს. ამიტომ გაწუხებს, როცა ხერხემალს წელავ ან ცდილობ დაატრიალო. და ბევრი ადამიანი ამას დისკის თიაქართან აიგივებს. თუმცა ეს ორი სრულიად განსხვავებული რამეა. სახსრის ტესტი ძალიან მარტივია. თქვენ გადახრილდებით მოშორებით და ტკივილი იგრძნობა. თუ ტკივილი მარჯვენა მხარესაა, თქვენ ოდნავ მარცხნივ გადაიხრებით. და ამ პოზიციაში თქვენ დაიშლებით და შემოტრიალდებით. თუ ტკივილი ძალიან შემცირდა, ან საერთოდ არ გტკივათ, პრობლემა არ არის კუნთში, არც დისკოში და არც იოქში. პრობლემა არის ამ მხარეს, რომელიმე მგრძნობიარე სახსაში. ანთებული, დაზიანებული. და აქ მე ვხედავ ბევრ ჯანდაცვის პროფესიონალს, ექიმებს, ფიზიოთერაპევტებს, ამბობენ, უბრალოდ ანთების საწინააღმდეგო მიიღე, ან უბრალოდ დაისვენ. პრობლემა ისაა, რომ ტკივილი ყოველთვის ბრუნდება. რასაც ვერავისგან ვერ ვისმენ, ისაა, რომ ანთებული სახსარი არის სახსარი, რომელიც ზედმეტად მუშაობს. და მას ძალიან მარტივი რამ სჭირდება. მას სჭირდება, რომ სხვა სახსრებიც იმოძრაოს, რათა მან ზედმეტად არ იმუშაოს. სანამ ბლოკირებებს არ მოვაშორებთ, ეს სახსარი ყოველთვის გადაიტვირთება, ისევ დაზიანდება და ისევ ანთება დაემართება. იესო. მოდით დავიწყოთ ბლოკირების მოცილებით მათთვის, ვინც გვიყურებს. პრობლემის ზემოთ, ფაცეთის, ანთებული სახსრის ზემოთ. შენ რბილად დაახვევ პირსახოთს და ამ პირსახოცის რულონს დაადებ ტკივილის ადგილის ზემოთ. თუ აქ გძნობ ტკივილს, ამ რულონს ზემოთ დაადებ. დაწექი ნელა, მოხრილი ფეხებით და ტერფები დაკრდნობილი. სასურველია, რომ ფეხსაცმელი არ გეცვას, რომ დივანი არ დასვალო. ფეხები მოხრილი, ტერფები დაკრდნობილი, დავიწყოთ და 30 წამით დავრჩეთ ამ პოზაში. ნელა ისუნთქეთ. იდეა ისაა, რომ ფითქოს ვაპირებთ მთელი ხერხემლის გაწელვას. 30 წამის გასვლის შემდეგი ნაბიჯია ხელების აწევა. გახსოვთ, რომ იდეა გაწელვაა. ეხლა დავიწყეთ ზედა ნაწილის გაწელვას. ნახე, ნელა ასწიეთ ხელები იქამდე, სადამდეც კომფორტულად გრძნობთ თავს. თუ შეძლეთ ხელების სრულად გაწელვას, შესანიშნავია. თუ ვერა, დარჩით თქვენთვის კომფორტულ პოზიციაში. შეინარჩუნეთ ეს პოზიცია კიდევ 30 წამით. სუნთქეთ ნელა. ეცადეთ, რომ სხეული პირსახოთზე მოდუნდეს. ნელ-ნელა. ეს პოზიცია უფრო კომფორტული გახდება. ჩვენ ხსნით ბლოკირებებს იმ სახსრებში, რომლებიც ანთებული სახსრის ზემოთ მდებარეობს. 30 წამის შემდეგ ქვედა ნაწილს გაწელა. ნელ-ნელა გაშალე ფეხები იქამდე, სადამდეც შეძლეთ. იქამდე, სანამ შენთვის კომფორტული. კიდევ ერთხელ, არ არის საჭირო ფეხების ბოლომდე გაშლა. გააკეთე იქამდე, სადამდეც მარტივია, კომფორტულად. იქამდე, სადამდეც სასიამოვნოა, ეს ძალიან დამამშვიდებელი. დარჩი ამ პოზაში კიდევ 30 წამით. გაითვალისწინე, რომ თავარი აქ არის ძალას ნუ დაატან. თუ ძალას დაატან, კუნთები არ მოდუნდება და ბლოკირება გაგრძელდება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ მოღუნე ფეხები, მოღუნე ხელები. გაწექი გვერდზე და ხელების დახმარებით წამოჯექი. ბოლოს ცოტა იმოძრავე, რომ იგრძნო. ხერხემალი უფრო თავისუფლად როგორ მოძრაობს. ცოცხალი ვარ. ეხლა პრობლემის ქვემოთ არსებულ ბლოკებს მოვიშორე. განსაკუთრებით საკრალური ძვალი. მენჯი და თეძოები. კიდევ ახალ გამოვიყენეთ პირსახოცის რულონს. ამჯერად რულონი უნდა მოათავსოთ ტკივილის ადგილს ქვემოთ. წაიწექი გაშლილი და გაწეული ფეხებით. აქ უნდა დარჩე 30 წამით, ნელა ისუნთქო, სანამ ხერხემალი შეეჩვევა ამ პოზიციას. ამის შემდეგ დაიწყე ფეხების თავისუფლად, რიტმულად და მოდუნებულად ქანაობას. აქ ამ გამბლოკვას გადავიტანთ იქით
გარდა სახსრებისა, ამ გამბლუკვას გადავიტან წელის ხერხემლის კუნთებსა და იოგებზე. კიდევ 30 წამი. ამის შემდეგ ფეხებს მოხრით და ფეხებს გადაჯვარედინებთ. ფეხი დაეშვას. ისე თითქოს ფეხის ძირი მატრას უნდა მიადოთ. გააკეთეთ იქამდე, სადამდე თქვენთვის სასიამოვნო და კომფორტულია. არიჩქარო. ამ ვარჯიშის ამ ნაწილში ჩვენ ვახდენთ დაბლოკვის მოხსნას საჯდომი ნერვის არეში. აქ, როცა ის გადის თეძოს უკანა მხარეს. ეს უნდა გააკეთოთ ნელა, არიჩქაროთ. თითოეულ მხარეს 10 ჯერ ამ რუტინას გააკეთეთ, დღეში ერთხელ ან ორჯერ. მალე ნახავთ, რომ ტკივილი შეგიმსუბუქდებათ, მაგრამ ასევე შეგიმსუბუქდებათ ის ნატკენობის შეგრძნება, ის შიში, რომ ტკივილი დაბრუნდება. და როგორც საჩუქარი თქვენთვის, ვინც აქამდე დარჩით, დაგიტოვეთ სწრაფი ვარჯიშების რუტინა, რომელიც შეგიძლიათ ძილის წინ გააკეთოთ. იმისთვის, რომ მოიშოროთ მთელი ის დაძაბულობა, მთელი დღის განმავლობაში დაგროვილი ტვირთი. გაუმჯობესდე შენი ძილის ხავისხი და დაგეხმაროს ისე გაიღვიძო, რომ ტკივილი არ გქონდეს. უბრალოდ აქ ეკრანზე დააწკაპუნე, რომ უხურე. და თუ დღეს ამ ვიდეოში დაგეხმარე, გაუგზავნე ეს ვიდეო ვინმეს, ვისაც წელის ტკივილი აქვს ან ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემა. ეს მხოლოდ ისაა, რასაც გთხოვ. გაავრცელე ეს ვიდეო მათთან, ვისაც სჭირდება. აქ გავჩერდები, დიდი ჩახუტება და მომავალ შეხვედრამდე.